მოგესალმებით, ეს შტატივი ცოტა გადახრილია და ვერ გავასწორე. დღეს მოგიყვებით გაჩვენებთ რა ვიყიდე ჯიჯი ჰაუსში და თან მოგიყვებით როგორ მიმდინარეობს ჩემი მკურნალობის ამბები. ძალიან ბევრი სიახლე მაქვს და უცებ უნდა მოგიყვეთ ყველაფერი და მე სახლი უნდა დავალაგო კარგად გემრიელად, იმიტომ რომ დღეს ვისვენებ. და არც თუ ისე დაღლილი ვარ, ანუ სახლის დალაგებას შევძლებ რა. მოვალ ეხლავე მოვიტან ნაყიდობებს. მოკლედ Black Friday-ო და აქვე არა, ჩემთან სახლის გვერდზე არის, არც თუ ისე შორს ჯიჯი ჰაუსის მაღაზია. და ესა რავი რა მეთქი შევივლი თქო საახალწლო რაღაცეებია შემოსული და მე ხო გიждები ზოგადად საახალწლო განათებებზე როგორ იტყვიან ფეტიში მჭირს. ანუ საახალწლო განათებებზე ხო გიждები და პლუს ჭურჭელზე, ანუ საახალწლო ჭიქები, თეფშები, განათებები, ანუ ზოგადად ჭურჭელზე ისედაც გიждები ყველანაირზე, მაგრამ ახალი წლის პერიოდში საახალწლოზე. ხო და შევიარე ჯიჯი ჰაუსში, მაგრამ ეხლა ცოტა ისეთი პერიოდი მაქვს, აი ხელფასი რო ძალიან უცებ შემომეხარჯა, ძალიან უაზროდ, ეგეთ სიტუაციაში ვარ ეხლა და ცოტა უნდა მოვრიდებოდი, მაგრამ კაი 25 ლარი კიდევ ხარჯე. მოკლედ გუკა ვიყიდე სარეცხის. ვა, სეტკა არ მიყიდია? ой, ჭურჭლის სარეცხის სეტკის ყიდვა დამვიწყებია. ესეთი ტილო ვიყიდე 2 ცალი, ერთი ესეთი. მეორე ესეთი, ცოტა შედარებით დიდი ზომისა. საფერფლე ვიყიდე ესეთი. ფეირი რაღაცა ბანძობა სარეცხის სითხე მაქვს ნაყიდი, ჯერ ხო საზღარი სუნი აქვს და მე კაფე არა აქვს საერთოდ და ცხიმს ვერ აშორებს და ნუ ფეირია და ფეირი ვიყიდე. და ეს საახალწლო განათება დანარჩენი ძალიან ძვირები ღირდა და თან ეხლა ალაგებდნენ თაროებზე საახალწლო რაღაცეებს და მარტო ეს ვიყიდე რა. არა და განათებების და დეკორაციების მეტი რა მაქვს სოფელში, გავაგზავნე ყველაფერი, მაგრამ აი რა ვქნა, გამწარებული ვარ ამ განათებებზე. თან ეს კარგია, ნახეთ, თეთრი კაბელი აქვს, აქ მეორე გადამყვანი აქვს, რომ მეორე ესეთი შეუერთო, თქვათ, ორი განათების გადაბმა თუ გინდა ერთმანეთზე, ესე შეუერთებ. ოღონდ იგივეს არ უნდა შეუერთო, სხვა განათება უნდა შეაერთო. ამის ესეც ნახოთ, გეტყვით ფასებს, ჩეკი მომაქვს ხოლმე თქვენთვის, რომ ყველაფრის ფასები გითხრათ. ეს ვიყიდე კიდე, ვაიმე. აქციაში იყო. არ ვიცი როგორია და არ ვიცი ამხელა რა თმინდოდა. იმიტომ რომ ეხა კი ძალიან ბევრი გასარეცხები დამიგროვდა, მაგრამ ანუ სარეცხის მანქანა არის ისეთი, რომ საშინელი ბრაგუნის ხმა აქვს რა, ანუ ხო გამოგვიცვალეს, ახალი მოგვიტანეს და წინასწარ გაგვაფრთხილეს, რომ ძალიან ხმაურობსო და აი ისე ხმაურობს, ღამე ვერ ჩართავ რა. ხო და მე ყოველთვის გვიან მოვდივარ სამსახურიდან სახლში და თუ ჩართავ, უნდა ჩართო შუა დღეს და დღეს მინდოდა სარეცხის დარეცხვა, მაგრამ მეტად ვერ მოვასწარი და ამაზე პატარა რომელიც აქციაში იყო აღარ ქონდათ და ეს დიდი წამოვიღე, რა ვიცი, იქნება კაი ხანი. სარეცხის საშუალება ფერადი 12 და 50 ღირდა ეს სარეცხი ფხვნილი. საახალწლო განათება 4 და 50, რომელიც არ არის ძვირი. ჭურჭლის ღრუბელი 2 ცალიანი ღირდა ლარი. მინის ტილო ბაჭია 85 თეთრი ღირდა ეს და ლითონის საფერფლე ღირდა, ტილო მეორე ტილო ღირდა ლარი 20, ლურჯი ტილო და საფერფლე ღირდა 2 და 85. ეს იყო და ეს. კაია, გიждები ზოგადად საოჯახო მაღაზიებში, წონწიალზე ვგიждები რა, საოჯახო მაღაზიებში, სიარულზე და შოპინგზე ვგიждები, მაგრამ ხა ამ ეტაპზე ძალიან ისე ვარ გაჭედილში და ესეც ამისთვისაც კი არ მეცალა ეხა, მაგრამ რა ვქნა, რადგან ესე მოხდა, ანუ ესე იყო საჭირო. ეხლა უნდა მოგიყვეთ, დღეს ვიყავით მე და ჩემი ნათესავი ავერსის კლინიკაში.
ანუ ჯერ ვიყავით სტომატოლოგთან, სტომატოლოგმა გამხედა კბილებზე და ესეც რაღაცა მითხრა, რომ იმედია მიკროფონი ჩართულია და ხმას იწერსო. Вообще არანთია. კიდე კაი რომ ისმოდა ხმა და ეხა მიკროფონის გარეშე გავაგრძელებ ვიდეოს ჩაწერას. ხო და მოკლედ ეს რა ქვია, ჯერ ვიყავით სტომატოლოგთან, ჩემს კბილებს გახედა და ძალიან რთული მდგომარეობაო, პლომბი არ მოეწონა, 9 კბილი მაქვს დაპლომბილი და დაბალფასიანი პლომბი მაქვს გაკეთებული და არ მოეწონა და ამასთან ჩვენ შეხება არ გვაქვს რა თქმა უნდა, მაგათ არაფერი შეხება არ აქვს. ერთადერთი რაც მითხრა, ყბას ფორმას ვეღარ შეუცვლიო, იმიტომ რომ ზრდასრულიაო, რამდენი წლის ხარ უმკითხა და 19-ის თქო რა უთხარი, ესე თუ ისე უკვე ზრდა დასრულებული აქვსო და ყბას ვერაფერს ვერ უზავთო, მაგრამ კბილებს გავასწორებთო. ხო და ის გადაიღეთო, რა ქვია, კბილების რენტგენი რა, რაღაცა სახელი ქვია, არ მახსოვს მოკლედ და დღეს ვიყავით ავერსის კლინიკაში, გადავიღეთ კბილებზე რენტგენი და იქეთა კვირიდან უკვე დავიწყებ სტომატოლოგთან სიარულს და ბრეკეტებსაც ჩავისვა. აი ძალიან მომწონს რა ბრეკეტები, ზოგადად ახალგაზრდებში ძალიან მოდაშია ბრეკეტები და ზოგს მარტო იმიტომ უხარია ბრეკეტების გაკეთება, რომ მოწონს და ლამაზია ის კბილებზე, თუნდაც რკინები და თუნდაც ფერადი რეზინები. ხო და თან ეგეც მიხარია, მომწონს ბრეკეტები, ესე ვთქვათ, გარეგნულად და პლუს ამას ჩემი კბილებიც ესეთი მახინჯი აღარ იქნება. პირი გააღე დახურეო სტომატოლოგი მეუბნება და აი ესე რომ გავაკეთე, კბილები ერთმანეთზე არ არისო მიბჯენილიო, კბილები ხო უნდა იყოს ერთმანეთზე ლამაზად ჩამჯდარი, აი როგორც ეს ჯდება ერთმანეთში, ხო? ლამაზად. ეგრე უნდა იყოს კბილებიც, მაგრამ მე კბილებს შორის იმხელა დაშორებები მაქვს, სიცარიელე მაქვს შუაში, რომ ენაც კი ეტევა. ასე რომ მოკლედ ბრეკეტებსაც გავიკეთებ. სათვალეს საერთოდ აღარ ვიშორებ, იმდენად შევეგუე და იმდენად აი მართლა ბრმა მგონია საკუთარი თავი, როცა სათვალეს ვიხსნი, ძალიან საშინლად ვხედავ და ხანდახან ძილის დროსაც კი ლოგინში რო წვევი, მერე მახსენდება, რომ სათვალე მიკეთია რა. ხო და რავი, ხედველობის პრობლემა მოგვარდა, ეხა ბრეკეტების მკურნალობას დავიწყებ. ცოტა რთულია სამსახურთან შეთავსება, მით უმეტეს სტომატოლოგს ყოველთვის იმ დროს არ ცალია, როცა შენ გცალია, ხო? ხო და რავი, ან დილის საათებში მეცლება 4-მდე, ან 4-დან საღამოს საათებში და ეხა 2-3 დღე არის კვირაში ისეთი, როცა მთელი დღის მანძილზე ვმუშაობ. მოდი ეხა ეს განათება შევამოწმოთ. გაზაფხულზე ვაპირებ ცხვირის ოპერაციის გაკეთებას. გადავწყვიტავთ. ოჯახის წევრები მოვილაპარაკებთ და ვნახოთ რა ვიცი. ამ განათებას ჩავთავ მე. ვნახოთ ხერადა დანათებს თუ რაფრა დანათებს ვნახოთ. აუ, კაი რა. თეთრი ყოფილა ხალხო. ფერადის ხასიათზე ვიყავი, მაგრამ არა უშავს, ძალიან საყვარლობა თეთრი ფერია. არ დავკვირვები ვარ, თორე რა ვიცი, 5-ზე ფერადი ახატია აგერა. აქაც ფერადი განათება ახატია, უკანაც ფერადი განათება ახატია და არის თეთრი. მაგრამ არა უშავს, ძალიან საყვარლობა. ციმციმებს, რაც თავარია ციმციმებს და ამ ფასად მეტი ძალიან საყვარლობა, მაგრამ ფერადის ხასიათზე ვიყავი. თუმცა არა უშავს, რა ვიცი. ხო, ესეც ასე. აი გამოვთავ ეხლა და შევინახავ.
ძალიან მეჩქარება და ყველაფერი ჩქარ-ჩქარა მოგიყევის. ნუ სადმე ჩქარება არ სადაც არ მივდივარ, მაგრამ სარეცხი უნდა შევყარო და გავრეცხო სანამ ძალიან დაგვიანდა, თორემ მე ისეთი ხმა აქვს იმ სარეცხის მანქანას, რომ მეზობლები ჩამომივარდებიან. ასე რომ შობს ეხა გავრეცხო სანამ დაგვიანებულა. თმაზეც ჩავეწერე ესეთი თმები, ანუ ერთ-ერთმა გამომწერმა მაყურებელმა დამიკომენტარა რა პრიალა თმა გაქო, რას იყენებოდა. მართლა ძალიან პრიალა თმა მაქვს ნახეთ, პრიალა და რბილი და ფუმფულა. მას შემდეგ რაც დედაჩემის გამოგზავნილი შამპუნით ვიბან თავს, დიდი შამპუნია, კერატინის შემცველობით ესე ვთქვათ და ეგ ადრეც გამომიგზავნა, ადრეც მქონდა, ადრეც ვიყენებდი და ძალიან ხვდებოდა ჩემს თმებს. და ეხლაც გამოვაგზავნიე. და პლუს ამას რო დავიბან, ზოგადად ყოველთვის დაწოლისწინ ვანაობ ხოლმე და სანამ დავწვევი დაბანილ თმებს რო გავიშრობ. კარგად, ჯერ ხო პირსახოცით ვიშრობ უხეშად, მერე ხო ფენით ვიშრობ და გაფუებულია თმა და მერე ლოგინში თუ დავწექი მეორე დღეს ვიღვიძებ ასეთი. რო ვერც დაივარცხნი თმას ისეთი ხდება და ამიტომ რო დავიბან თავს ეგრევე ვისმევ პანტენის სეტს. მოვიტანე ხა და გაჩვენებთ ბარემ. აი ეს ძალიან კაია. ძალიან ხვდება ჩემს თმას პირადად. მთლიან თმაზე ხელებზე ესე დავისხავ თითებზე, შევიზელ თმაზე და მიპრიალებს მთელი თმა და დილასაც ძალიან ისე აფუებული და გაჩეჩილი არ ვიღვიძებ, მაგრამ არ მომწონს, ეხლა ძალიან გძელია ეს უკვე და შესაჭრელია რა. ხო და თან კიდე სათვალეს არ უხდება, სათვალეს მოუხდება შედარებით უფრო მოკლე თმა და ჩავეწერე იმაში, რა ქვია, ჯოკერის ბარბერშოპში, ძალიან კარგი ბარბერ სტუდიოა, ძალიან კარგი ბარბერშოპია. TikTok-ზე ვნახულობ ესე ვთქვათ თმის შეჭრის ვიდეოებს და ძალიან მომწონს და თან კიდე ყოველთვის, რავი, ერთი მინიმუმ 10 დღით ადრე მაინც გიწევს ჩაწერა, იმიტომ რომ ყოველთვის ყავს მომხმარებლები მოკლედ. ხო და ჩავეწერე 2 დეკემბერს მიწევს მისვლა. დილის 12-ის ნახევარზე მე მგონი. 60 ლარი ღირს ხალხო თმის შეჭრა. 60 ლარი. მაგრამ თუ ვიჭრი ბარემ კარგად მინდა რა რო შევიჭრა და იმას გავიკეთებ Typerified თუ რაღაცა ეგეთი ქვია, ანუ აქ ყურებზე ოდნავ შევითხელებ ისე რომ დაბლა უფრო თხელი იყოს და ნელ-ნელა უფრო გრძელდებოდეს და წინ დავიტოვებ დაბალზე ჩოლკების სავით რა, დაახლოებით ესე და მექნება ესა გაჩეჩილი თმა რა. მთლიანად წინ მექნება გაჩეჩილი და ყურზე ძალიან დაბალზე არ შევიჭრი ყურზე, იმიტომ რომ მერე ყურები მაქვს ესე. ხო და რავი რა, თმებსაც შევიჭრი კარგად, ლამაზად ბრეკეტებზე მკურნალობას დავიწყებ. ცოტა არ იყოს ძალიან ნერვიულობ, იმიტომ რომ ძალიან ის არის, რა ქვია, ტკივნეული და ძალიან რთული მოსავლელია ბრეკეტები. ის არ უნდა ჭამო, ეს არ უნდა ჭამო, ის არ უნდა ქნა, ეს არ უნდა ქნა და მოკლედ ასე და ისე. წავედი ახლა მივხედო საქმეებს. ჯერ ალბათ ყავას დავლე, არა, ჯერ სარეცხს შევყრი, ჩავრთავ, მერე ყავას დავლევ და მერე დავიწყებ დალაგებას. ჭურჭელი და სარეცხი არ მაქვს. უბრალოდ ტანსაცმელს დავრეცხავ, დავკეცავ, შევალაგებ, მოვხვეტავ, მოვწმინდავ პოლს და ეგ არის. ასევე წამლებს რო ვსვავ ვიტამინებს, ძალიან კარგი შედეგი მომცა მართლა. ანუ ყოველთვის ისე ვიყავი რა, მოდუნებული, დაღლილი, უენერგიო, სულ რაღაცნაირად ვიყავი მოთენთილი და ამ წამლების დალევა რაც დავიწყე, პირიქით სულ ენერგიაზე ვარ და ყოველთვის კარგად ვგრძნობ თავს რა და ძალიან დიდი შევამჩნიე, ესე ვთქვათ, წინსვლა. პლუს აი იმას რო ვსვავ საკვებდანამაც, მაგასაც გაჩვენებთ ბარემ. აი ამას რო ვსვავ
საკვები დანამატი, სპორტსმენების ვამენ ხოლმე ძირითადად ვარჯიშის წინ მე მგონი. მე დიდად არ ვარჯიშობ, მაგრამ როგორც ესეთი ფიზიკურად დატვირთული ვარ, იმიტომ რომ სამსახურში მუშაობა მიწევს რა ფიზიკური საქმეების კეთება და აი ეს არის კუნთის აწერია კიდეც. მამაკაცის მულტივიტამინი საკვები დანამატი ვიტამინების და მინერალების შემცველობით, რომელიც აუმჯობესებს იმუნური სისტემის მოქმედებას, მატებს ენერგიას, უზრუნველყოფს სხეულის ტონუსში ყოფნას. ვიტამინებს შეიცავს ქვეყანას B1, B2, B3, B5, B7 და ასე შემდეგ. ხო და აი კუნთებს რა ფორმა მიცა ხალხო იცით? აი ამას ესენიც ხომ მაღლა წამომიწია. აი კუნთს რო დავჭიმავ, ეხა ესე რას გაჩვენებთ, მაგრამ თლიანად აი აქედან დაწყებული აქამდე და ამასაც ძალიან კარგი ფორმა მიცა და შოქში ვარ მართლა. წარმოიდგინეთ, არ ვარჯიშობ და რო ვივარჯიშობ, რა მოხდება წარმოიდგინეთ. ხო და ძალიან მომწონს. გავიქეცი ახლა, მივხედო საქმეებს და ხვალ დილას სამსახურში ვარ. ძალიან გემრიელად მეძინა და აი მართლა მივხვდი, რომ კარგად გამოძინებული ისე მშვიდად ხარ ადამიანი, რომ ნეტა გუშინ რო გავიდა დრო სამსახურში ისე გადიოდეს ყოველთვის. გუშინაც კაი გემრიელად გამოძინებული ვიყავი. და ძალიან მშვიდად და წყნარად და ისე გემრიელად ჩაიარა სამუშაო დღემ და დღესაც ძალიან ისე ვარ რა ენერგიულად და რაღაცა კარგად და აი მართლა გამოძინება არის კარგი რა. მაგრამ ძილი არასდროს არ მყოფნის, დათვივით ვარ, რასაც ქვია. სულ მძინავს და მაინც არ მყოფნის ძილი. ადამიანს ხო შეიძლება რომ 8 საათი საკმარისი იყოს ადამიანისთვის ძილი. მე არა. მე დათვივით მძინავს, მაგრამ კაია ძილი. კარგია ძილი. აი დილას რო ვიღვიძე მთლიანად ამ კუნთებში, ხელის კუნთებზე, ფეხის კუნთებში ვგრძნობ ენერგიას რა. და ძალიან კაია მართლა. წავედი ახლა აბა დროებით, აბა თქვენიცით წარმატებები ყველას.